თბილისის დიდმა საკონცერტო დარბაზმა ახალი 2015 წლის სეზონი მომღერალ ნანი ბრეგვაძის სოლო კონცერტით გახსნა. კონცერტის სახელწოდებით მოგზაურობა დროში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის 82 წლის იუბილეს მიეძღვნა. ნანის ულოცავ ამ შემოქმედებით საღამოს და წარმატებულ კონცერტს მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ვინც ამ კონცერტს დაესწრო ძალიან დიდი სიამოვნება მიიღო. კონცერტის კონცეფცია დროის კონტრასტზე იყო აგებული. სცენაზე ერთმანეთს მე-20 და 21 საუკუნის სურათებით ცვლიდნენ. ხოლო ნანი ბრეგვაძის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპი ეკა მამალაძემ და ნატალია ქუთათელაძემ გააცოცხლეს. ისეთი ემოციებია და ისეთი ვიგრძნობ, რომ მე მგონი ნამდვილად რაც მთავარია, ნამდვილად ხარისხიანი და გემოვნებიანი მუსიკა იყო. ჯერობით ისეთი აჟიტირებული ვარ და ემოციებისგან ისეთი დაცლილი ვარ, რომ ვერ ხვდები, საერთოდ დამთავრდა, არ დამთავრდა, რა იყო, როგორ იყო. მთელი გული და სულით ვეცადეთ, რომ მიგველოცა პატრიარქისთვის ეს არაჩვეულებრივი დღესასწაული. ლეგენდარული ნანი ბრეგვაძის შემოქმედებით საღამოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორეც დაესწრო. იუბილარი პატრიარქის დარბაზში გამოჩენას ხალხის განსაკუთრებული ოვაციები მოყვა. მე და მიულოცო უცნაეს უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღე. დღეს იყო შესანიშნავი კონცერტი. მე ბევრ კონცერტს დავსწრები ვარ, მაგრამ უდიდესი სიამოვნება მივიღე. კონცერტს ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი აფორმებდა. აი დღეს ვიყავი, მე მგონი იმაზე გახარებული ვიყავ. ძალიან შესანიშნავი საღამო იყო. ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა, სიმღერა, ნანის მოყოდა საქართველოს დედოფალია და ალბათ სწორიც არის. სცენი მდიოდა ძალიან ხშირად, იმიტომ რომ ყველაზე კარგი რაც ჩემი ცხოვრების მანძილზე დაწერილა ქართულ მუსიკაში, რაც დაწერილა, ყველაფერი ისმოდა შესანიშნავი შესრულება. როგორც მოსალოდნელი იყო ნანი ბრეგვაძის სოლო კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა. გადაგიდა ზღვარს, ისე მიერულობდი და ისეთი საპასუხისმგებლო კონცერტი იყო. ოღონდ სხვანაირი კონცერტი იყო. მე მგონია ძალიან საინტერესო სითამამე იყო მართალია, მაგრამ მინდა რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა ალბათ, ესე მგონია. საღამოს ბოლო ნომერი საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა. ნანი ბრეგვაძემ შვილთან და შვილიშვილთან ერთად პატრიარქის მიერ შექმნილი ნაწარმოები „ავე მარია“ შეასრულა და ყველას დამდეგი შობის დღესასწაული მიულოცა.